ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების, ჩინეთის ეკონომიკური ტაქტიკებისა და რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის ლიდერები ბლოკის ეკონომიკურ გარდაქმნაზე შეთანხმდნენ. ბელგიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ეკონომიკური რეფორმისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, თანაც მკაცრი ვადებით. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, წნეხი და შეგრძნება, რომ ეს აუცილებელი და გადაუდებელია, უზარმაზარია. Მისი თქმით, გეგმა, რომელიც ოფიციალურად მარტში იქნება წარმოდგენილი, ენერგეტიკული ქსელების განახლებასთან დაკავშირებულ ზომებს, ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავებასა და შერწყმის რეგულაციების შერბილებას მოიცავს, რათა ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. წნეხი და შეგრძნება, რომ ეს აუცილებელი და გადაუდებელია, უზარმაზარია და ამას მთების დაძვრა შეუძლია. ძალიან მკაფიო იყო, რომ ლიდერებს სურთ ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილებების სწრაფად აღსრულებაში. მე ვთქვი, რომ ჩემი მიზანია მარტში გვქონდეს საგზაო რუკა, რომელსაც ხელს მოვაწერთ. შეხვედრას გარდამტეხი უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. მანვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა მიიღეს, ძალიან ამბიციურია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა მიზანი დასახულია და ეს 2027 წლის ბოლომდე ერთი ბაზრის შექმნაა ერთი ევროპისთვის. ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია. ეს შეკრება, ეს ნაბიჯი მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ყველა ლიდერმა მიიღო ის გამოწვევა, რომელიც ენრიკო ლეტამ წარმოადგინა. გადავიდეთ არასრულფასოვანი ერთიანი ბაზრიდან ერთ ბაზარზე ერთი ევროპისთვის. 1992 წელს ჩვენ საერთო ბაზრიდან ერთიან ბაზარზე გადავედით. ახლა კი ერთიანი ბაზრიდან ერთ ბაზარზე გადავდივართ. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ძალიან ბევრ სამუშაოს ნიშნავს. პირველ რიგში ევროკომისიისთვის, შემდგომ კი საბჭოსა და ლიდერებისთვის. მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ და ძალიან ამბიციური მიზანი დავისახეთ. ერთი ბაზრის შექმნა 2027 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საფრანგეთმა და გერმანიამ განსხვავებული სტრატეგიული პოზიციების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, შეხვედრა ევროკავშირის ორ ძალაუფლების ცენტრს შორის ერთიანობის დემონსტრირებით დაიწყო. ორი ქვეყნის ლიდერები, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანცლერი ფრიდრიხ მერცი, არაფორმალურ სამიტზე ერთად მივიდნენ. თუმცა ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელებულა. გვჭირდება მეტი დავხარჯოთ. ეს თანხა შეიძლება ბიუჯეტიდან წამოვიდეს, მაგრამ იგი ასევე წამოვა ინოვაციური დაფინანსებიდანაც, ბაზრიდან, როგორც ეს ბოლო თვეებში გავაკეთეთ. რადგან ამ საკითხზე ტაბუ არ არსებობს, მინდა ეს მკაფიოდ გითხრათ. დეკემბერში ჩვენ უკრაინისთვის ერთგვარი ევრობონდების გამოყოფა გადავწყვიტეთ. ის 90 მილიარდი ევრობონდია. ეგრეთ წოდებული სეიფის შემთხვევაშიც ეს ევრობონდის ტიპია. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პრიორიტეტების დასაფინანსებლად ბაზარზე საერთო გარანტიებით გავსულიყავით. ამიტომ მოდი ამ საკითხზე მშვიდად ვიყოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ევრობონდების ქორეოგრაფია. სხვები სწრაფად ერთვებიან ამ იდეაში. ნათელია, რომ მეტი ინოვაცია გვჭირდება. ინოვაციისთვის კი საჭიროა ინვესტიცია, ამიტომ ეს უნდა დაფინანსდეს. ნაწილი საჯარო სახსრები დაფინანსდება, ეს ტექნიკური საკითხია. ჩემი მიზანი კონკურენტუნარიანობის ზრდის ყოვლის მომცველი დღის წესრიგის ძალიან სწრაფად მიტანაა შედეგამდე. ფრიდრიხ მერცმა ამ ვარიანტზე მკაფიო უარი განაცხადა. მან თქვა, რომ ევრობონდების გამოყენებას არ ემხრობა და რომ ემხრობოდეს გერმანიის მთავრობის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრად ზღუდავს. მოკლედ შევეხები ამ ევროპული პროექტების დაფინანსების საკითხს. დღეს დილით ძალიან მკაფიოდ განვაცხადე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ საკითხზე განსხვავებული აზრები არსებობდეს, მე ევრობონდების იდეას მხარს არ დავუჭერ. ამის გაკეთება არ მსურს. მაგრამ რომც ვემხრობოდე, ვერ შევძლებდი, რადგან ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მოქმედებების ზღვარი ამ მიმართულებით მკაცრად არის განსაზღვრული. ჩვენ ევროპული სესხი ავიღეთ, მაგრამ ეს საგანგებო ვითარებაში მოხდა და დასაშვები იყო. ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა გამონაკლისები თითქოს წესად, ახალ ნორმად იქცევა. ის ფული უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს. ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევრობლოკის იმ ფრთას უდგანან სათავეში, რომელიც რეგულაციების შემცირებას, ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვას და ისეთი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ემხრობა, როგორც ახლახან მერკოსურის ქვეყნებთან დაიდო. საფრანგეთი კი სტრატეგიული ავტონომიის იდეას უძღვება.
ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნაკლებად დამოკიდებულ ევროკავშირს გულისხმობს.